პირობებს პრეზიდენტი ტრამპი ადგენს, საბოლოოდ ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, თუ რა მოხდება შემდეგ, ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა კითხვას, რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები ვენესუელაზე კონტროლის აღებასთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ამერიკა აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ იქ ხელისუფლება კანონიერად არ შეიცვლება. ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ შტატები ვენესუელაში ამერიკულ კომპანიებს შეიყვეს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტს დელსი როდრიგეს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა, ამას ვენესუელის კონსტიტუცია ითვალისწინებს. გუშინ როიტერსი წერდა, რომ მადუროს დაკავების შემდეგ როდრიგესი რუსეთში იმყოფებოდა. ხოლო ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1070-ზე მეტი მართვადის საჰაერო ბომბით ითმის 1000 თავდასხმის დრონი და 6 რაკეტა გაუშვა, წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც პარტნიორებთან შეთანხმებულია, უნდა დაჩქარდეს. აიათოლა ალი ხამენეის მუქარა პროტესტის მონაწილეებს ირანი მტერს არ დანებდება, ამბოხებულებს თავიანთი ადგილი უნდა მიუჩინოთ, თქვა ირანის უზენაესმა ლიდერმა. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები მომიტინგეებს დაეხმარება. აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო. ქარის გამო ბათუმის აეროპორტში 6 მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება, მგზავრები გამგზავრებას დილიდან ელოდებიან. ფრენა თურქეთისა და თელ-ავივის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.